პოტენციალური ხავილს, რომელიც გამოწვეულია პოლიგენური ერთწორების სენსიბილიზაციის შედეგად. ისინი გადასცემენ ნერვულ სიგნალებზე ნერვული დამბრალებით, რომელიც გადადიან თალამუსში და გამოიწვევს ხავილს. პროექტორგენები, რომლებიც იწვევენ ამგვარ ხავილს არიან ჰისტამინი, სეროტონინი, მასტოციტები, ციტოკინები და სხვა ბევრი ნეიროპეპტიდი. ამათგან მინდა გავახსოვოთ ჰისტამინზე, რომელიც იყო პირველი ნეიროპეპტიდი, რომელიც რომელიც აღმოჩენაც მოხდა და დადგინდა, რომ ხავილს იწვევს, ამიტომაც ამ ტიპის ხავილის კლასიფიკაცია მოხდა ჰისტამინერგულ და არაჰისტამინერგულ, ან ჰისტამინ დამოკიდებული და ჰისტამინ არადამოკიდებული ხავილებად. ამ ორს დავუბრუნდებით მოგვიანებით პრეზენტაციაში, ყოველჯერ გამიხილოთ ის ნეირონები, რომლებიც ხავილში მონაწილეობენ. ნერვული ბოჭკოები, რომელიც ნერვული ბოჭკოები შედგებიან სამი ტიპის ნერვული ბოჭკოები გვაქვს, A, β, A, γ და C ტიპის ბოჭკოები. აქედან ისინი კლასიფიცირდებიან მიელინიზაციის დონით, ასევე მათი დიამეტრით და იმპულსის გატარების სიხშირით. C ტიპის ხავილი არის მეტწილად C ტიპის ბოჭკოები, რომელიც არის მეტწილად ხავილის გადამტარები, მაგრამ A, β-საც გადააქვს ხავილი. აქ მინდა ერთ საინტერესო ფაქტზე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. დადგინდა კვლევების საშუალებით, რომ კატასა და თაგვებში ეს ორი ბოჭკოები, ანუ C ტიპის ხავილის და ტკივილის ბოჭკოები არიან სრულად განსხვავებული გზები, ნეირონები, რომელსაც ერთს გადააქვს ხავილი და მეორეს გადააქვს მხოლოდ ტკივილი. ხოლო ადამიანებში ეს განსხვავებულად არის. ადამიანებში ტკივილისა და ხავილის გადამტანი ნერვული ბოჭკოები შეიძლება იყოს ერთი და იგივე. და ეს ამის გამოწვევის მიზეზად მეცნიერები თვლიან იმას, რომ ბეწვოვანი საფარველი ადამიანს არ აქვს, რის გამოც მოხდა მისი კანის უფრო მეტად სენსიბილიზაცია და ამგვარად მოდიფიკაცია მოხდა ნეირონების. კონკრეტულად ხავილში მონაწილეობენ ორი ტიპის ნეირონი. ესენი არიან არაპეპტიდერგული და პეპტიდერგული ნეირონები. პეპტიდერგული ნეირონებიდან არაპეპტიდერგული ნეირონებიდან გვაქვს კიდევ ჩაშლა ორი ტიპის ნეირონი, როგორც სლაიდზე ხედავთ, ჰისტამინ დამოკიდებული ჰისტამინერგული ნეირონები, NP2 და NP3, რომელსაც გარშემო წამოწევენ ჰისტამინ 1-ის რეცეპტორები და NP1, რომელსაც არ აქვს ჰისტამინის რეცეპტორები. ასევე არის პეპტიდერგული რეცეპტორები, რომლებიც სხვა მექანიზმით აქტიურდებიან და გამომუშავებენ პეპტიდებს, რომლებიც მონაწილეობენ შემდგომ ხავილში. ეს დავუბრუნდეთ ისევ ჰისტამინერგულ და არაჰისტამინერგულ ხავილს. ჰისტამინერგული ხავილი გამოწვეულია მასტოციტების დეპოლარიზაციის შედეგად, რომლებიდანაც გამომუშავდება ჰისტამინი. ისინი ამიქმნება ჰისტამინ 1 და ჰისტამინ 4-ის რეცეპტორების საშუალებით ნეირონებზე, რომლებიც არის NP2 და NP3, როგორც ვთქვით, და ხდება ნერვის სენსიბილიზაცია. კონტროლი გამოხდა ჰისტამინ 4-ზე, რომელიც მეტწილად წარმოდგენილია პეპტიდერგულ ნეირონებზე, იმის მიხედვით, რომ ჩვენ ვთქვით, რომ პეპტიდერგული ნეირონები არ არიან ჰისტამინ დამოკიდებული ნეირონები, მათზე მაინც არის ჰისტამინ 4-ის რეცეპტორები, მცირე რაოდენობით და ისინი მეტწილად მონაწილეობენ ქრონიკული ხავილის განვითარებაში. რაც შეეხება არაჰისტამინერგულ ხავილს, ეს მედიატორები მრავალი ტიპის უჯრედებიდან გამომუშავდება, როგორიც არის ლიმფოციტები და ციტოკინები, პეპტიდები და მასტოციტებიდან გამომუშავებული სხვა მედიატორები, როგორც მაგალითად ლეიკოტრინ C4, რომელიც მედიატორებიც ასევე არის ნეირონებზე, NP2 ტიპის ნეირონებზე. და ისინი მოქმედებენ სხვადასხვა ნივთიერებები, მათზე აქვს სხვა რეცეპტორები, სხვა ნივთიერების მიმართ. ეხლა კი მოდის ესენი, რადგან ძალიან ბევრ სხვა მედიატორს განიხილავს, ჩავშალოთ ისინი. პირველი არის ციტოკინები, რომელთაგანაც 4 ტიპის ციტოკინი მოქმედებს ხავილის მედიატორად მიჩნეული. ესენი არის ინტერლეიკინ 4 და ინტერლეიკინ 13, ინტერლეიკინ 11 და 13. ინტერლეიკინ 4 და 13 თავადაც შეიძლება იყვნენ ალერგიის გამომწვევი აგენტები, მაგრამ მცირედად ისინი მეტწილად მაინც მოიხსენიებიან როგორც ინტერლეიკინ 31-ის გამომუშავების თვის დამხმარე აგენტები, რომელიც მოქმედებენ ეზონოფილებზე, ბაზოფილებზე, მაკროფაგებზე და დენდრიტულ უჯრედებზე
და იწვევენ ინტელექტუალურ თერთმეტის გამომშრალებას. ასევე არის ინტელექტუალურ 13-იც, რომელიც დაზიანებული კერატინის ციტობიდან გამოდის, აქტიურებს მეორე ტიპის თანდაყოლილ ლიმფოიდურ უჯრედებს, რომლებიც ასევე ინტელექტუალურ თერთმეტის გამომშრალებაში უწყობს ხელს. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არაჰისტამინური ქავილის ძირითადი მედიატორია ინტელექტუალურ თერთმეტი, რომლის გამომშრალებას ასევე ხელს უწყობს სტაფილოკოკკული ტოქსინებიც და სუპერანტიგენებიც. ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია თიმოსის სტრომული ლიმფოპოეტინიც ქავილის გამოწვევაში, რომელიც მოქმედებს NPR-ზე წარდგენილი სპეციფიკური რეცეპტორები, რომელიც არის TCLP1. აქ როგორც ვთქვით, არიან პეპტინერგული და პეპტინერგული ნეირონები. პეპტინერგული ნეირონების გააქტიურების შედგომა გამოშოდება შემდგომი პეპტიდები, სუბსტანცია ნერვის გაზრდის ფაქტორი და სხვა, რომელთა დახმარებითაც ხდება ქავილის გაძლიერება და მეტწილად ისინი იწვევენ ქრონიკული ტიპის ქავილს, როგორიცაა მაგალითად ატოპიური დერმატიტის დროს. რაც შეეხება უკან იმ უჯრედებს, რომლებიც მონაწილეობენ ალერგიის მექანიზმში, ესეთები არის მასტოციტები, რომლებიც მოქმედებენ ნეირონებზე და ასევე ნეირონებს აქვთ უკვე კავშირი მასტოციტების მიმართ. მასტოციტების დეგრადაციის შედეგად გამომშრალი ნივთიერებები, როგორც ჰისტამინი, სეროტონინი და სხვა, მოქმედებენ ნეირონებზე, აქტიურებენ მას და ხდება ქავილის სენსიბილიზაცია, მაგრამ ამავდროულად ნეირონების გააქტიურების შედეგად წარმოიქმნება ნეიროტრანსმიტერებიც, რომლებიც უკავშირდებიან მასტოციტებს, რომლებსაც აქვთ წარდგენილი ნეიროტრანსმიტერების მიმართ რეცეპტორები და ხდებიან მათ დეგრადაციას, ანუ აძლიერებენ მას. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნერვული იმპულსები, ანუ ფსიქოლოგიური ფაქტორებიც, მათ შეიძლება გამოიწვიონ ქავილს, როგორიცაა სტრესი, მაგალითად, გამომშრალებული ნეიროტრანსმიტერების შედეგად შეიძლება მასტოციტები დეგრადირდეს და გამოიწვიოს ქავი. ასევე მონაწილეობა დიდ მოსასრულებელი ბაზოფილებიც, რომლებიც როგორც ლეიკოტრიინებს და ასევე ინტელექტუალურ თერთმეტს გამომშრალებენ, როგორც აკონდექტით, და ასევე მათ აქვთ ანტიგენის ამომცნობი რეცეპტორები IgE-ის სახით, ანტისხეულები, IgA-ის სახით, რომელთა დახმარებითაც ლეიკოტრიენ C4-ების გამომშრალება ხდება და სპეციფიკური რეცეპტორების დახვედრით ისინი გამოიწვევენ ქრონიკულ ქავილს. ასევე არიან ეზონოფილებიც, დამხმარე უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ ინტელექტუალურ თერთმეტს, ასევე ისინი გამოიმუშავებენ გრანულულ მონოპროტეინებს და რომელიც არის MVP და ისინიც ზემოქმედებენ ნეირონებს და აქტიურებენ მათ. შეჯამებისთვის რომ გადავიდეთ, კანის დაზიანების შედეგად ხდება ბარენის დარღვევა. ქავილის, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული ჰისტამინერგული, ქავილიანი ჰისტამინის მასტოციტების დეგრადაციის შედეგად, ასევე შეიძლება იყოს არჰისტამინერგული ქავილი. მისი ნეირონები არიან NP1, NP2, NP3 და ასევე პეპტინერგული ნეირონებიც. ძირითადი მედიატორები არის TCLP, ინტელექტუალურ 13 და ინტელექტუალურ 11 და ასევე 13-იც, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად ყველაფერი გავაუხსნა ინტელექტუალურ 11-ზე, რომელიც ძირითად ფაქტორს წარმოადგენს. ასევე მონაწილეობენ დამხმარე უჯრედები, როგორც იყო ბაზოფილები, ეზონოფილები, მასტოციტები და მასტოციტები და ზოგიერთი ნეიროპეპტიდიც მოქმედებს ალერგიას. ქავილის გამოხატვას. ეს არის ჩემი წყაროები, დღეიდანაც მოხდა ამ პრეზენტაციის მოსაჯება. მოგესალმებით. შეკითხვები თუ არის დაბაში? შეკითხვა, თუ გინახავს შეკითხვალი, თქვა როგორ იქავებს ძალიან კარგად და ძალიან სასახელოა. კიდევ ბატონო და რა ტიპის ქავილია ხოლმე, როგორც წესი და როგორ მკურნალე შენ წახს მაშინ? მე წელად გამოწვეულია ხოლმე კანის განიზიანებით, რა არის მტვერითან გამიზურებით, ასე შეიძლება იყოს წერების გამოწვეული, ან პარაზიტული, როგორც წინელო გაიგოთ, ქავილი
და სპეციფიკური მკურნალობა აქვს გამოწვევის მიხედვით. ეს კომპიუტერული ქავილი, რაც მე დღეს გავარჩიე, არის გამოწვეული კონკრეტული რეცეპტორების გააქტიურებით და ზოგადად ქავილი შეიძლება იყოს გამოწვეული გაერე ფაქტორებით და მისი ჩაფრობა საჭირო არის მისი გამოწვევის მიზეზის აღქმით. რაც ამათ დაუნიშნეს. მე ნექს გარცვას სმევ ძახს რომ პრევენცია იყოს პარაზიტების მიმართ, ხოლო თუ ხავილისთვის? ბატონო? ხავილისთვის? თვითონ ხავილისთვის არ დამჭირებია რაიმე პრეპარატი დანიშნა ჩემი კონკრეტულად ჩემი ძაღლის, მაგრამ იყენებენ ჰისტამინის დაბლოკებელ პრეპარატებს. მადლობა. მეკნება ერთი კითხვა. როგორ უნდა გავაკეთოთ თქვენ ამ ნიშნებს, რომ ხავილი შეიძლება იყოს ალერგიული, ასევე ინფექციური, ინვაზიური პარაზიტებისგან გამოწვეული და სოკოებისგან გამოწვეული და ყოველმეტყვი დივერსიფიკაცია როგორ გავაკეთოთ აი ამ რისგან არის გამოწვეული ხავილი. გულისხმობ კლასიფიკაცია როგორ გავაკეთოთ ხავილს. დიაგნოზა. სიმპტომების მიხედვით შეგვიძლია გავაკეთოთ ხავილის დიაგნოსტიკა. მაგალითად, რომ მოვიყვანოთ სოკოვანი ხავილმა შეიძლება უფრო კონკრეტულ ადგილებში გამოიწვიოს გამონაყარი და კონკრეტულ ადგილებში გამოიწვიოს დაზიანებები. ატოპიური დერმატიტის მაგალითად რომ მოვიყვანოთ, მისი იგი არის როგორც ინფექციური ხავილი, რომელიც სპეციფიკურ უბნებში იწვევს ხოლმე დაზიანებებს. ასევე რაც შეეხება პარაზიტების გამოწვეულ ხავილს, ის შეიძლება მთელს სხეულზე იყოს და ასევე პარაზიტების აღმოჩენითაც შეგვიძლია დავადგინოთ, რომ ეს არის პარაზიტული ხავილი. კიდე რომელიმე კლასიფიკაცია და ალერგიული ხავილი. ალერგიული ხავილის დადგენა შეგვიძლია ალერგიული ტესტებითაც, ტესტების ჩატარებითაც ცხოველებში ნაკლებად ხდება საქართველოში. ჩემი კოლეგები წაგიდგნენ დღეს პრეზენტაციას მაგასთან დაკავშირებით, ასევე და მას დადგენა მეტად ხდება ალერგიულ ტესტებით, მაგრამ საქართველოში მაგას ვთქვათ არ იყენებენ. ახალი ტექნოლოგიებმა დაშვეცა. უკეთებენ. ახალი პროცესები. თქვარი კიდე შეკითხვები? მადლობა დიდი მოხსენებისთვის.